დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. ეს არის ნიკოლოზობა. წმინდა ნიკოლოზი ერთ-ერთი უდიდესი მღვდელმთავარია, უძლიერესი მღვდელმთავარია, ერთ-ერთი განსაკუთრებული. შეგწეოდეთ ჩემო ძვირფასებო, წმინდა ნიკოლოზის ზარდამადლი, მისი მეუღობა ნუ მოგაკლოთ თითოეულ თქვენთაგანს. წმინდა ნიკოლოზი ითვლება ჩვენი დედა ეკლესიის, ქართული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველი წმინდანად და ჩვენს დედა ეკლესიას, მის უწმინდეს და ყოველ სასულიერო პირ წმინდა სინოდს თუ მოძღვრებს, რევლს, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენთან ერთად შეწეოდეთ წმინდა ნიკოლოზის ზარდამადლი. წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებულობა ერთ-ერთი მაგალითად ერთი დეტალი არის ის, რომ მან პირველ მსოფლიო კრებაზე, როდის მონაწილეობდა არიოს ერთი წყაროთი ხელი გაარტყა, მეორე წყაროთი კვერცხი დასსავდა, მღვდელმთავრობა, გლუბის ხარისხი შეუჩერესო. და შემდგომ ხდება ის, რომ მღვდელმთავრები ნახულობენ ხილვას, სახარებას აძლევს მაცხოვარი, უბრუნებს, ხოლო ღვთისმშობელი კი ომოფორს, ანუ სამოსელს. და შემდგომ აღადგენენ წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს მღვდელმთავრობის პატივში კვლავ აღადგენენ. რატო ხდება, რას ნიშნავს ეს, ანუ მოიწონა უფალმა და ღვთისმშობელმა წმინდა ნიკოლოზის ზალის გამოყენება ამ დროისათვის თანამედროვე ტერმინებით რო ვთქვა წმინდა ნიკოლოზის ზალადობა. ანუ წმინდა ნიკოლოზის ზალადობას არ გაემიჯნა და ეს მისაღები გახდა მაცხოვრისთვის და ღვთისმშობლისთვის. აი სწორედ ამაშია საქმე, ეს მოწონება კი არ არის სინამდვილეში, მაგრამ იმ შემთხვევაში ისეთი სიტუაცია იყო, რომ შეიძლება არც კი დაესაჯათ მღვდელმთავარი და რადგან შეუჩერეს, ამ მინიშნება ეს შედეგად კვლავ აღუდგინეს. მე მინდა თანამედროვეობასთან პარალელი გავავლოთ ჩემო ძვირფასებო. რაც დღეს რუსთაველზე ხდება, ეს არის სახე იმისა, რომ ლიბერალიზმი რას უშვება ადამიანს. ლიბერალური აზროვნებით და ლიბერალური სისტემით ზრდია ახალგაზრდას, რა ემართება მას. ეს არის მაგალითად კონკრეტულად განსაკუთრებით გოგონები რა დღეში არიან და რა სიტყვები ამოუდით პირიდან, როდესაც ესაუბრებიან ოპონენტებს, ეს იქნება სპეცრაზმის წარმომადგენელი თუ გამოვლელი ერის ხალხი, თუნდაც შემთხვევითი გამოვლელი და თუნდაც არაშემთხვევითი გამოვლელი. ისეთი ბინძური სიტყვები და მე ვიტყოდი ჩემო კარგებო, რომ ლიბერალიზმმა ეს ადამიანები არ არის ერთი და ორი. ისე გადააგვარა, რომ მაგათა რამე სახის სიტყვიერი შეგონება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი რისის რაც მათ გააჩერებს, ეს არის მათ უნდა შეეშინდეთ. რაღაცის უნდა შეეშინდეთ მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ელოდება კატასტროფა. კატასტროფა ელოდება, დაიღუპება ქვეყანა, გაქრება საქართველო. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა გაქრება და ჩვენი სარწმუნოება, საერთოდ არ ვიცი, სარწმუნოების გაქრობა შეუძლებელია, მაგრამ არ ვიცი, კატასტროფა დაგვემართება, მეგობრებო, თუ ეს პროცესი არ შეჩერდა. დალოცველი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა. ამასთან ერთად მინდა ორ კომენტარს მინდა უპასუხო. როდესაც ვიდეოებს წერ ხოლმე, უცნაური კომენტარები იწერება ხოლმე, იმაც არ ვამბობ, რომ ვთქვათ, შეურაცხყოფა ბილსიტყვაობით რო არის, მაგაცი არ ვსაუბრო, ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ერთი ასეთი კომენტარი არის, ხომ არ ჯობია მამაო ტაძარში ილაპარაკო, ანუ მანქანაში რომ წერო ვიდეოებსო. მე მინდა აი ზოგადად ყველას უპასუხო, ჩემო ძვირფასო, თუ კი იმ შემთხვევაში თუ კი ეს შეკითხვა და შენიშვნა გულწრფელია, გპასუხობ და თუ ჩემი წირვის გრაფიკს ჩემს Facebook გვერდზე ვდებ. ბოლო 13 დღის განმავლობაში 10 წირვა მიწევს. მინიმუმ კვირაში ვწირავს 3ჯერ, უფრო ხშირად 4ჯერ, ხშირად 5ჯერაც. და ახლა ამ პერიოდში მიწევს 13 დღის განმავლობაში 10 წირვა. არ ვიცი, მე წირვალოცვა და ტაძარში დგომა არ ამგონია მაკლდეს, მაგრამ
მანქანაში იმიტომ წერ ხოლმე ვიდეოებს, რომ დროს ვიყენებ ოპტიმალურად. მინდა რომ ჩემი სათქმელი გითხრათ. ეს ახლა სამწუთში ველოდები და რომ მივაყენე მანქანა ველოდები და თან ვიდეო ჩავწერე. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. გაგახარო და გაგაზრდოთ უფალმა და ერთი კითხვა მინდა კონტრკითხვა. ბიჭო, სად ვწერ ვიდეოს მანქანაში თუ ტაძარში? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? შენთვის განა ის არ აქვს თავარი რას ვლაპარაკობ? და თუ რამე მიუღებელია ის დაწერე და ადგილმდებარობა რა შუაშია. და მეორე კომენტარი კიდე მინდა უპასუხო. ესე იგი ხას უსვამენ რომ ჯიპი. ერთი კომენტარი იყო გამეცინა, მამაო ჯიპი არ გიჭერსო. ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო. მინდა გითხრა რომ შენი ჭკუით რატო გგონია რომ აკრძალული მაქვს ჯიპით გადაადგილება მე კანონმა მიგზალა თუ რა მამიგზალა. მაგრამ საქმე იმაში რომ ეს მანქანა ჯიპი არ არის. ეს მანქანა არის Nissan Leaf ელექტრომანქანა არის. 6 წელიწადია დავდივარ ელექტრომანქანით. მაგრამ თუ შენთვის ამას მნიშვნელობა აქვს, ან ვინმესთვის, კი ბატონო, პასუხო, მანქანის მარკას, მაგრამ აი მანქანის მარკით არ ვიცი რა რატო უნდა შემაფასო მანქანის მარკით. ამას ვერ ვგებულობ. მაგრამ რადგან გაინტერესებს, პასუხობ. მაგრამ თუ ამას ისე იმ გაგებით დაწერე როგორმე მე თქვათ შენი ჭკუით თქვათ შეურაცხყოფა მომაყენო და მამცირო დისკრედიტაცია მოახდინო ჩემი შეგიძლია გააგრძელო პრობლემა არ არის ჩვენ მეც შენს და ყველა ჩვენგანი ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ერთი რჩევას მოგცემ თუ კი შენთვის მეტი საქმე არაფერია და მეტი ფუნქცია არ გაქვს სულად ყოფილა შენი საქმე თუ ჩემი დისკრედიტაციის გარდა ნუ შენი ჭკუით დისკრედიტაციის გარდა სხვა საქმე არაფერი გაქვს მაშინ შენი საქმე მართლაც სულად ყოფილა და მე დაგლოცავდი მთელი გული დასავლით კიდევ ერთხელ გილოცავთ ვირფასებო ნიკოლოზობას წმინდა ნიკოლოზი ყოფილიყო თქვენი ფარველი და ინებოს მაღალმა ღმერთმა რომ წმინდა ნიკოლოზის მადლით ჩვენი ერი გაძლიერებული იყოს სარწმუნოებაში წმინდა ნიკოლოზის მადლით ჩვენი ერი ისე გაძლიერებული იყოს რომ მათ ქრისტიანული სიტყვა ძალა ქონებოდეს ხოლო ვისედაც ქრისტიანული სიტყვა ძალა არ აქვს მათ ისეთი სახელმწიფო აგვეშენებინოთ რომ მათ უნდა ეშინოდეთ დანაშაულის ჩადენის უნდა ეშინოდეთ იმ პირიდან ეს სიმყრალისა და სიბიძულის ამოსვლა მიმართ უნდა გქონდეთ შიში და რიდი დაგლოცოთ და გაგახორდ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა გვარავდეთ წმინდა ნიკოლოზი თავისი ძალმოსილებით დაგლოცოთ უფალმა